მოვიდა ის დრო, ისთვისაც ამდენი ხანი ვემზადებოდით, ისთვისაც ის 8 ამხანაგური თამაში ჩავატარეთ, სწორედ ის ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენ ხვალინდელ თამაშში. გუნდი მზადაა ხვალინდელი თამაშისთვის, ძალიან ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მართლაც ყველა პირობა ქონდა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მხოლოდ თამაშზე ეფიქრათ. ბევრი ახალწეული გვყავს, არაერთხელ ვთქვი, ეხაც მინდა გავიმეორო, რაღაც დაჭირდებათ ამ ბიჭებს, რომ ფეხი მოიკიდონ ნაკრებში და ვფიქრობ, აი ეს მოთამაშეების სვლა, რაც ნაკრებში მოხდა, დადებითად უნდა გამოვიყენოს ჩვენ. ძალიან რთული თამაშები გველის, კოსოვო საკმაოდ ძლიერი გუნდია, რამოდენიმე წლის წინ ჩვენ დავამარცხეთ, მაგრამ რადიკალურად სხვა გუნდით ხვდებით ეხლა და ვფიქრობ, აი ეს საწყისი პირველი თამაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ასე რომ ჩვენ თუ გავაკეთებთ მაქსიმუმის მაქსიმუმს, შევძლებთ, რომ ჩვენ სამი ქულა ავიღოთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამეორდები, დიდი იმედი მაქვს ჩვენი გულშემატკივრის, რომელიც ყოველთვის ქართულ ფუტზალს გვერდში უდგას და ვფიქრობ, ერთიანი ძალებით შეგვიძლია რომ დავამარცხოთ ჩვენი მოწინააღმდეგე. ყველა ფორმაში ვართ, მზად ვართ თამაშისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, ომისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტი მოწინააღმდეგეა ჯგუფში კოსოვოს ნაკრები და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ სამქულას სახლში გამარჯვებას უკვე შემდგომი ეტაპისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან სანახაობრივ თამაშს ვაჩვენებთ, თანაბარი ბრძოლა იქნება და ვინც უფრო მეც ჩადებს ამ ბრძოლისთვის, გასამარჯვებლად ის გაიმარჯვებს აუცილებლად. გულშემატკივარს მინდა ძალიან დიდი თხოვნით მიმართო, რომ მოვიდნენ გულშემატკივრონ, იმიტომ რომ ერთად ყოველთვის დიდი ძალა ვართ ნებისმიერ რაღაცაში, რაც არ უნდა იყოს. ასე რომ ძალიან გვჭირდება მათი დახმარება და ძალიან გაგვიხარდება, რა თქმა უნდა, და ორმაგად უფრო мотиваციის მომცემი იქნება უკვე სავსე ტრიბუნაში და შენი ქვეყნის გულშემატკივრებთან ერთად თამაში. ვემზადებით მნიშვნელოვანი ციკლისთვის, როგორც ფიზიკურად, ასევე თეორიულად. შევისწავლეთ კოსოვოს ნაკრები, მაქვს დებიუტი, პირველად ოფიციალური თამაში მაქვს. და იმედია ეს თამაში 100%-ით ჩვენი წარმატებით დამთავრდება. დიდი იმედი მაქვს გულშემატკივარი რომ მოვა ჩვენ თამაშზე და ყველაფერს ჩვენი წარმატებით დავამთავრებთ.